სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია 4 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები აკრძალული ნივთიერების რეალიზაციას დადების მეთოდით ეწეოდნენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე, ანუ უადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გივი კუჭავაგი ამბობთ. Ამ კადრში ჩანს, როგორ ამოიღეს სამართალდამცველებმა დაკავებულების მიერ სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები. პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავა. ბრალდებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სამართალდამცველების მიზანია მოხდეს მსგავსი სახის დანაშაულში ბრალდებული პირების გამოვლენა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. პოლიციის მიერ აღკვეთილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მცდელობა და დაკავებულია 4 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს აფასოებდნენ. შემდეგ კი სარეალიზაციოდ თბილისში წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე ათავსებდნენ. ბრალდებულების შხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. 14 შეკვრად დაფასოებული კლეფედრონი და მეთადონის ფუძე. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების შხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. 4-ვე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. დაკავებულების ნაწილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უადო პატიმრობა ემუქრებათ. მის ტელეფონში იყო ფოტოები გადაღებული ლოკაციებს. უშუალო რამე ორგანიზატორი და ეს არ არის. გამოძიება გასაღებაში დახმარებას ედავება. ფიქრობ, რომ ეს გასაღებაში დახმარება არ არის. ნარკოდანაშაულის გამოსავლენად შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიებას ყოველდღიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს.